ფარი ლაპარაკი იმაზე, რომ არა, უკრაინა და უკრაინა თვითონ დაიწყებს წარმოებას ამიერად. მოკლედ ეს შინია დასავლეთს რუსეთთან ღია დაპირისპირებაში შესვლის და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის, რომელიც რუსეთს ბრძოლის ვერძზე დაამარცხებდა. ამის ალტერნატივა რსოს ბუნებრივი გამორიცხულია ლაპარაკი იმაზე, რომ საერთო ჯარებმა უნდა მიიტანოს იერიში მოსკოვზე და ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ რუსეთი რჩება ბირთვულ სახელმწიფოდ, როგორც კი ამის პერსპექტივა შეიქმნება, ბირთვული ომის რისკი მართლა შეიქმნება მაშინ. აი მე არ მჯერა იმის, რომ აქამდე იყო ეს რისკები, ძირითადად იყო პროპაგანდა და შანტაჟი. ეს ეხებოდა იარაღის მიწოდებაზე, დაშინებას და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთის დამარცხების სხვა საშუალება არსებობდა და ამის ისტორიული ორი პრეცედენტი გვაქვს. ერთი ვახსენე უკვე პირველ მსოფლიო ომში, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე კი არ დამარცხდა, შიგნიდან ჩამოიშალა, იმის გამო, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა აღმოჩნდა სუსტი იმ დატვირთვის უზრუნველსაყოფად, რომელთანაც დაკავშირებული ამხელა ომის და ამხელა გეოპოლიტიკური მიზნების ომის წარმოება. და მეორე ეს უკვე ჩემ თაობას ახსოვს კარგად, რომ 80-იანი წლების რუსეთი საბჭოთა კავშირი არ ჩამოშლილა მარტო ეროვნული მოძრაობების გმირული ბრძოლის შედეგად. კი, ქეცვიხრი იმ წვლის გამო, რომელიც მათ შეიტანეს, მაგრამ საბჭოთა სისტემის დასუსტება დაიწყო სულ მცირე 80-იანი წლების დასაწყისიდან. 93 წელს მე მახსოვს კარგად, უკვე შემოიღეს სასურსათო ბარადები, ანუ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ორიდან ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა კოსმოსური თანამგზავრები, ბირთვული რაკეტები, მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი და უზარმაზარი ფლოტი ყველგან და სატელიტები ნიკარაგუადან დაწყებული შორეულ აღმოსავლეთამდე და აფრიკაში და იმაში. სულ აღმოჩნდა, რომ საკმარის სურსაც ვერ აწარმოებს საკუთარი მოქალაქეებისთვის.